ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თურქმენეთთან ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას, რომელიც ეფუძნება თანასწორობის, ურთიერთპატივისცემის და თანამშრომლობის პრინციპებს. ჩვენს ხალხებს შორის არსებობს მეგობრული დამოკიდებულება, მეგობრული ურთიერთობა და ეს არის საუკეთესო საფუძველი, რომ ეს ისტორია, ეს ურთიერთობების ეს ისტორია დაედოს საფუძვლად კიდევ უფრო გაღრმავებას ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების და პარტნიორული კავშირების. მივესალმებით საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის დინამიკას, წელს უკვე განხორციელდა არაერთი მაღალი დონის შეხვედრა. მაღალი დონის შეხვედრები კი ბუნებრივია ბიძგს აძლევს უფრო მჭიდრო კავშირების ჩამოყალიბებას ქვეყნებს შორის. დღევანდელი ვიზიტიც ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, მნიშვნელოვანი ნაბიჯი ინტენსიური პოლიტიკური დიალოგის განვითარებისთვის. ძალიან კარგი და ნაყოფიერი საუბარი გქონდა დღეს. გულწრფელად გიხდით მადლობას იმ სტუმართმოყვარეობისათვის, რომელიც თქვენ გამოიჩინეთ თურქმენეთის დელეგაციის მიმართ. ქალბატონო მინისტრო, თქვენ ატარებთ შეხვედრებს ღიაობის და გულწრფელობის ატმოსფეროში. ძალიან მნიშვნელოვანია მსგავს ატმოსფეროში ორმხრივი ინტერესების განხილვა, სამომავლო მიმართულებების დასახვა. ჩვენ ვისწრაფვით, რომ განვავითაროთ ეკონომიკური ურთიერთობები თურქმენეთსა და საქართველოს შორის. ამ ურთიერთობათა განსავითარებლად ვმართავთ მაღალი დონის შეხვედრებს. მინდა ხაზი გავუსვა მისი აღმატებულების საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბოლო ორ ვიზიტს თურქმენეთში. ეს გახლავთ გარკვეული ასახვა იმისა, თუ რაოდენ დიდი ინტერესი აქვს საქართველოს ჩვენთან თანამშრომლობის განვითარების კუთხით. ჩვენ ამ წლის მარტში განხორციელებული ვიზიტის შედეგად შევიმუშავეთ გარკვეული პაკეტი დოკუმენტებისა. ისინი ხელმოწერილია და ყველა ემსახურება სწორედ ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას, თანამშრომლობის განვითარებას.